სოფელი დიცი. დღეს ეს სოფელი ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა ტერიტორიაა. აქ მკვიდრი მოსახლეობის გარდა თავისუფლად გადაადგილება მიზანშეწონილი არ არის. დიცში ჩასულებს პირველ რიგში პოლიციის შენობაში მისვლა და მათგან რეკომენდაციების მიღება მოუწევთ. რამდენიმე მეტრის მოშორებით ქართველი სამშვიდობოების საგუშაგო შეხვდებით. სწორედ მათი დახმარებით მოინახულებთ რკინის ჭიშკარს, რომელიც ქართულ სოფელს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისგან ყოფს. 2013 წლის შემდეგ ქართველ მესაზღვრეებს და დიდში მაცხოვრებლებს ყოველდღე უწევთ უყურონ აბრას, რომელზეც წერია, რომ ეს სახელმწიფო საზღვარია. ვიდეო კამერები აქვს დამონტაჟებული, ჩვენ ქართველ ხარეს გამონტაჟებენ, გუგლებენ. არ შეგვიძლია გადახვიდე იქით. არ შეეხო იმ საზღვარს და ისინიც არ გადმოდიან. დიცში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საზღვარი გაივლო, მშვიდად ცხოვრობენ. მათივე თქმით, საძოვრები ყოფილი ერგნეთის ბაზრობის ტერიტორიაზე აქვთ, სადაც ყოველდღე დადიან და მოსაზღვრეების მხრიდან არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. საძოვრები ეს და გადადის პირდაპირ იქ. ეხლა თუ წავიდეთ იქ ისინი ჩვენ წელსები ქართველი ხალხი. ძალიან ახლოს არის ხო თქვენი საძოვარი და ერგნეთის ყოფილი ბაზრობა? ეს ბაზრობაზე აძობენ ჩვენი ხო. არანაირი ის არა, აღარ საზღვარს არ უნდა შეეხო, არ უნდა გადახუროს საზღვარი. ყოველდღე დადიან ხო აქ? ყოველდღე, მეტი საზღვარი არა. მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 7 წელი გავიდა, აქაურობას მისი კვალი კარგად ეტყობა. ნატყვიარი ღობეები, დანგრეული ან დამწვარი ფასადები და ცარიელი სახლები ომის სურათს დღესაც ასახავს. ლია ტურაშვილი 8 აგვისტოს იხსენებს და მისი მეზობლის დაცხრილულ ღობეს გვაჩვენებს. ამ სახლის პატრონები პირველ სართულზე ომიდან 7 წლის შემდეგაც ვეღარ ჩადიან. დაშულს ეძინათ. მაღლიდან ჩამოვიდნენ იმის გამო, რომ მაღლა ეშინოდათ. მაღლა მეორე სართულზე, ხო? და ეძინათ დედაშულს. ეს რომ მოგლიჯა. ეს წამოვიდა აქვე ეყარ ის დაშლილი სნაიპერის ნაწილები, ხო? ჩვენ მე და ჩემ ქმარშვილს და ჩემ ქმარ და თოთობაში ყავდა მაშინ 40 დღისა, კუხნაში ჩამოვედით ჩვენს. დიმხილა ბიძგი ქონდა. რომ აგვახტუნა საწყურში. დილით რო გამოვედით, ერთი ფანჯარა შუშა ქონდა ფანჯრებზე, მარტო ჩვენს კი არა, თლია. ომის დავიწყება დიცში ყველას უჭირს, განსაკუთრებით მძიმე კი მისი სურათების წინ ცხოვრებაა. ძინარაშვილების 2 სართულიანი სახლი 2008 წლის 15 აგვისტოს დაწვეს. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახს უკვე დატოვებული ჰქონდა სოფელი. დღეს ისინი დანიის არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აშენებულ ამ კოტეჯში ცხოვრობენ.